კი, მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. პატივცემულო სტუმრებო, დღეს ჩვენ არ გვიდგენს შესანიშნავ პრეზენტაციას ქალბატონი ნინო გონგლაძე, ასე რომ თქვენ გაქვთ პატივი მოისმინოთ მშვიდობიან საღამოს და ნაყოფიერ შეხვედრას გისურვებთ ყველას. გისმენთ ქალბატონო ნინო. Ორმესი მადლობა ციცი თანამშრომლებისთვის, ბერჩიკოვისთვის. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ჩემო საყვარელო პარტნიორებო. გილოცავთ ახალ ჩატში გადმოსვლას, ვიწყებთ ახალი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ახალი ენთუზიაზმით მუშაობას და როგორც ყოველთვის კომპანია ლივგუდის ლიდერები თქვენს გვერდით არიან და გემსახურებით 24/7-ზე. რა თქმა უნდა, მივესალმები ჩვენს სტუმრებს. უღრმესი მადლობა მეგობრებო გამოყოფილი დროსთვის. მერწმუნეთ, აქ გამოყოფილი თითოეული წუთი და წამი არის ძალიან სასარგებლო და ჩათვალეთ, რომ თქვენ გავთ პირველ ნაბიჯებს, რათა აისრულოთ თქვენი ოცნებები. ეს არის რეალობა და ამას გვაძლევს კომპანია ლივგუდი. კომპანია ლივგუდი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე გახლავართ გონგლაძე ნინო, კომპანიის პარტნიორი. უკვე 2 წელი მისურდება, რაც ამ კომპანიაში ვარ 14 ივნის და ვარ ძალიან ბედნიერი ამით. ვინაიდან კომპანია ლივგუდმა გამიხსნა, რასაც ქვია ნამდვილად თვალსაჩინო, შემცვალა სრულიად და დამანახა შესაძლებლობა როგორ გავხდე დამოუკიდებელი, სახლიდან გაუსვლელად, 3 შვილის დედა, როგორ შევძლო მუშაობა, ვიყო ოჯახთან ერთად და გავიდეთ საკმაოდ სოლიდურ თანხებზე. და თანაც ციცი ხშირად აღნიშნავს ხოლმე ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი ციცი ბეჟვაშვილი, რომ დოლარში ხელფასი ალბათ იშვიათობაა, თანაც ხმა აღარ ისმის. თქვენთანაც ასია მე მგონი, ხო? ხო, აქედანვე გაითიშა თავისით, კი. მოკლედ კომპანია ლივგუდი არის მოვლენა ჩემო კარგებო და არ გავს არც ერთ კომპანიას. ვერ შევადრით ნამდვილად ვერც ქსელულს და ვერც კლუბულს, რადგან აქ საერთოდ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეხლა ჩემი თვალით დანახულ კომპანია ლივგუდს შემოგთავაზებთ, აი როგორ ხედავ, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს კომპანია, ამ ყველაფერს ვეცდები ძალიან იოლიენით ყველას გასაგები რომ იყოს ისე ავსნი. კომპანია ლივგუდის დამაარსებლები არიან 25 წლის მექსელეები, ქსელურ კომპანიებში მოღვაწეობდნენ ბატონი ნოუდერხაზანი და ბენგლისკი, რომლებიც აკვირდებოდნენ სხვადასხვა კომპანიებს, ამ ქსელურებს და ხედავდნენ, რომ შემოსავლების 20% მიდიოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენნაირ ადამიანებზე, ვინც მუშაობდა, ვინც სულსა და გულს სდებდა ამ კომპანიებში და უწევდათ, რასაც ქვია, ვაჭრობასავით ხომ, ყიდვა, გაყიდვა და რაღაცა 2 კაპიკი რჩებოდათ და ეს 80% ადიოდა დამაარსებლებს, ან ზემდგომებს და ესე. აი ეს სისტემა საერთოდ არის შეცვლილი. ჩვენთან ასე არ ხდება. მთავარია დაინახოთ სად ხართ, სად ვართ, მოკლედ და მივხვდეთ რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად მე უკვე რამდენჯერ ვთქვი და უკვე მოსაინდებელიც კი არის, მაგრამ რა ვქნათ, ვარ ვერცხლის სტატუსში, მაგრამ მე ნამდვილად ვარ ვერცხლის სტატუსში კმაყოფილი. თუმცა აქ შესაძლებლობა არის უზღვავი, ამას რატომ უსმენ ხოლმე ხას? ჩემს დაბლა, ჩემს გუნდში მყავს 2 ოქრო. ეს იმას ნიშნავს, რომ
მე რომ ზემდგომი ვარ და ის ჩემს დაბლა არის, ეს არანაირად არ უშლის ხელს, რომ ის იყოს ჩემზე წინ სტატუსით. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც უკვე გადავალ მარკეტინგს და შემოსავლებს, აი იქ თქვენ დაინახავთ, მაგალითად მე რო ვარ ვერცხლის სტატუსში, როდესაც ლეველები და დონეები შემევსება, მე გავალ $4000 ხელფასზე, მაგრამ ჩემს დაბლა მდგომები გავლენ ის ოქროს სტატუსში, ვინც არიან $8000 ხელფასზე. აი აქაც უკვე ჩანს, რამხელა განსხვავებაა და რამდენად არ ხართ დამოკიდებული თქვენს ზემდგომზე. არა, პირიქით, ზემდგომები ჩვენ ზრუნავთ ჩვენი გუნდის განვითარებაზე და ნამდვილად მიხარია, რაც უფრო გაიზრდება ჩემი გუნდი და რაც უფრო დიდი სტატუსები დაიდება, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, რადგან აქ კიდევ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ამასაც გეტყვით, იმიტომ რომ ჩემი პირადი თუ გავა მაგალითად $8000 ხელფასზე, აი ესეც არც ერთ კომპანიაში არ არსებობს, მისი ხელფასის ნახევარი, აი ხა მე მაგალითად ვერცხლის სტატუსშიც მყავს ჩემი პირადები, მისი შემოსავის $100 და $50 ყოველ თვეში მერიცხება ხელფასი, რასაც ქვია მაჩიკ ბონუსი. აი ესეთი რაღაცაც არსად არ ხდება. აი ამიტომ მიხარია მე ჩემი გუნდის ზრდა, ჩემი გუნდის სტატუსები, იმიტომ რომ მათი ხელფასის ნახევარი მე სულ რომ ბრინჯაოზე ყოფილიყავი, მაინც დამერიცხებოდა. აი იმხელა განსხვავება ქსელურსა და ჩვენს კომპანიებს შორის, ან კლუბურს, აი ვიძახით ხოლმე რომ აი ძალიან გავს ამაზონს. ამაზონს გავს იმით რომ მაგალითად ამაზონში ვიხდით $15 საწევროს, იმის გამო რომ მივიღოთ 75-იც არა, რაღაცა პროცენტი ფასდაკლება, ხოლო ამიტომ ვიხდით. იქ არის თან არ არის განსაზღვრული ამაზონში რა ხარისხი არის, იქ არის მაგალითად მე შემიძლია ჩემი პინჯაკი, რომელიც აღარ მსურს რომ ეცვეს, გავიტანო და გავყიდო. დაიყურეთ, აქაც რამხელა განსხვავება ამ მხრივაც, რომ ლივგუჩი მაგალითად არის ძალიან ექცევა ყურადღება მაღალ ხარისხს, იმიტომ რომ ჩვენს თვითონ პროდუქტს, რაც ამ წუთას გვაქვს წარმოდგენილი, 20-25 სერტიფიკატი აქვს მინიჭებული და ასეთი განსხვავებაც არის, რომ ვერ შევარდით ვერც ამაზონს. ასევე იმიტომ ვერ შევარდით, რომ ჩვენთან მაგალითად რომ ვიხდი $10 საწევროს, რას მაძლევს ეს $10? რატომ უნდა ვიხადო? აი ამას ხშირად იძახიან, დამღალა ამ $10 გადახდა. აი მე მაგალითად არ დამღალა, იმიტომ რომ აქ 5 აკაუნტი ჩემი ოჯახის წევრების დარეგისტრირებული მყავს, რა თქმა უნდა, და ისინი ზგავენ ხელფასებზე დროთა განმავლობაში და მე სიამოვნებით ვიხდი $50. იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან ჯანმრთელები, რაც ყველაზე მთავარია და მე ვარ ჯანმრთელი, ხო? იმიტომ რომ ვარ კომპანიის წევრი და გვაქვს საოცარი ბიოდანამატები ამ წუთას წარმოდგენილი მაღალი ხარისხი, რომელშიც უკვე ეჭვი აღარავის გვეპარება, რომ არის მართლაც სასწაული, იმიტომ რომ არაერთი დიაგნოზი და არაერთი დაავადება შეაჩერა და დაამარცხა. ჩემს ოჯახშიც არის ძალიან დიდი შედეგები და მე ამის გამო, ჩემი ჯანმრთელობის გამო, ჯერ მხოლოდ ამ ჯანმრთელობის გამო მიღებს ამ $10 გადახდა. მეორე ის, რომ მე ვინ არჩუნებ ამ $10-ით, მე მაგალითად მოვხდი 250,000 ადამიანში, როდესაც დავრეგისტრირდი კომპანიაში. ეხლა უკვე არის 2 მილიონი ადამიანი. და მე $10 გადახდით, ვინ არჩუნებ ჩემს ადგილს და ეხლა რას მაძლევს ეს ადგილი შენარჩუნება? მაგალითად მოგეხსენებათ, რომ უკვე კოოპერატივი გაიხსნა, მაგრამ რაღაცა სამუშაოები კიდე მიმდინარეობს ამ ეტაპზე და რას ნიშნავს ეხლა ეს კოოპერატივი? მე მაგალითად როგორც ერთ-ერთი ლიდერი მაქვს უკვე ხელფასი და მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ყოველ ხელფასზე შევიძინო 3-4 კლიენტი. უბრალო ლიდერი ვარ. ჩემს მაღლა ზემდგომები, ვინც არიან ბრილიანტის სტატუსში, პლატინის სტატუსში, ისინი ფიქრობენ არა და შეიძენენ ძალიან ბევრ კლიენტურას. და ეს კლიენტურა რას ნიშნავს? კარგად მინდა აგიხსნათ. ჩვენი კომპანია ბაზარზე შემოვიდა ბიოდანამატებით, იმიტომ რომ მათთვის ჯანმრთელობა არის უპირველესი, სადაც ჩართეს, მე ვახსენე, რომ ჩვენი დამაარსებლები არიან ჩვენი კომპანიის ბენგლისკი და ნოუდერ ხაზანი და მათმა ჩართეს პროფესორი გუდკინები, ცოლ-ქმარი რაიან და ლიზა გუდკინები, რომლებიც ჩვენთვის ისეთ სცენარებს იყენებენ და ისეთ სცენარების გამზადდება ჩვენთვის აქამდე უბრალო ადამიანებისთვის ხელმიუწვდომი იყო.
ესეთი სცენარეებზე არ იყო ხელმისაწვდომი და რაღაც საიდუმლოებები იყო და ამ ადამიანებმა ეს გამოაშკარავეს, გამოიტანეს მოკლედ და ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი ეს საოცარი ბიოდანამატები, რომლებიც გვაძლევენ საოცარ შედეგებს. და ეს დამაარსებლები და ეს ჩვენი ბუტკინები უკვე გათქმულებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან უყურეთ რა არის კიდევ. ვახსენე ეს ვინც ქმნიან ჩვენს პროდუქტებს, პროფესორი ბუტკინები პირდაპირ ჩვენ არ გინიშნავთ არაფერს, ესეც მინდა თავიდანვე აღნიშნო, რომ მათთან ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივი კომუნიკაცია, მივწეროთ ნებისმიერი დიაგნოზი, გავიაროთ დიაგნოსტიკა კითხვა-პასუხის რეჟიმში და თვითონ პროფესორები სრულად უფასოდ გვაძლევენ დარიგებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა ორგანო, რა მდგომარეობაში გვაქვს, ამასაც სუნთლიანად გვიწერს და ასევე გვაძლევს დანიშნულებას ჩვენი პროდუქტისას. და მართლა საოცარ შედეგებზე გავიდნენ უკვე ადამიანები, მთელმა მსოფლიომ გაიცნო ჩვენი ბიოდანამატები და კლიენტურა ყავს უზღვავი, მეგობრებო. ზოგს არ სურს მაგალითად, რომ იყოს წევრი, აი როგორ წევრი, უყურეთ, რომ ხელფასეც გავიდე, როგორც ჩვენ ვართ მაგალითად, მე ვარ უკვე აფილირებული წევრი, რომელიც ბიოდანამატებთან ერთად გავალ ხელფასეც, მაგრამ ადამიანი რომ დაამარცხა მაგალითად სიმსივნე, დაამარცხა შაქარი, იმისთვის უკვე რავი რაღაცნაირად უფრო პრიორიტეტი გახდა ბიოდანამატის მიღება, ვიდრე იმ ხელფასის აღება. აი რა ვიცი, ზოგი ასე უდგება ამ კუთხით, რომ სურს ბიოდანამატები და აი ამ კუთხით შემოდიან კლიენტურა, იკავებენ თავიანთ ადგილს, ხდებიან მომხმარებელი ჩვენი ბიოდანამატების ყოველთვიურად და აი ეს კლიენტები უკვე ჩაჯდებიან გაყიდვაში, თითო კლიენტი ეღირება $35, უკვე მიმდინარეობს და უკვე გამოჩნდა ჩვენთანაც, რომ რაღაცა ისინია კიდევ გასატარებელი ეთყობა და ჩაისვა ჩვენ იმაში და $35 შევიძებ კლიენტურას, მე თუ შევიძან 60 ადამიანს, ჩემს მაღლაზე მდგომ უკვე 100-150 და უყურეთ ახლა რა ხდება, ეს რატომ ხსნი ამას. მე აღვნიშნე, რომ მე მაგალითად $10 ვიხდი იმის გამო, რომ მივიღო ბიოდანამატები ფასდაკლებით და ასევე მივიღო დავიკავო ჩემი ადგილი და მივიღო კუთვნილი ხელფასი, ხო? როდესაც ეს კლიენტურის შესყიდვა დაიწყება, სად წავა ეს კლიენტურა? აქ უკვე წამოვა ჩამონასხმით, ჩემო მეგობრებო, და მე რომ ვარ 250,000 უკვე 250,000 ადამიანში რეგისტრირებული, რა თქმა უნდა, პირველი ჩვენთან ჩამოვა, იმიტომ რომ საქართველოს გუნდი ვართ მოწინავე რიგებში, ვიდრე ეხლა რო ადამიანი დარეგისტრირდა, მასთანაც კი ჩავა, მაგრამ უკვე 1,5 მილიონის მერე რო დარეგისტრირდა 2 მილიონის შემდეგ, აი ზოგი არის, რომ ეხლა მოდი აღარ გადავიხდი და აი მერე გავაგრძელებ, გადახდას, როდესაც უკვე კლიენტურა წამოვა. უყურეთ, ამაშიც ძალიან ცდებიან ადამიანები. არა, აუცილებლად უნდა გადაიხადოთ ის $10, ვინაიდან თქვენ ადგილს კარგავთ იმ $10 არ გადახდით და ის კლიენტურა რო წამოვა, თქვენ დაკარგავთ თქვენ ადგილს და თქვენი ლეველები ძალიან გვიან შეივსება, როდესაც გააგრძელებთ გადახდას. უკვე მერე დაგეწება თათვლა და უკვე იქნებით 2 მილიონ ადამიანის შემდეგ. და ამიტომ გიღირთ იმ $10 გადახდა იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, რასაც გვაძლევს კომპანია ლიკუდი და შევინარჩუნოთ ჩვენი ადგილი. ეს არის აუცილებელი, მეგობრებო, თან უკვე ახალ ეტაპზე გადავდივართ. ქალბატონი ნანა, როგორც კი კარგად გახდება და მომჯობინდება, უღრმესი მადლობა ჩვენს საუკეთესო ლიდერს ქალბატონ ნანა ლომიძეს, რომელმაც შემოიტანა ეს კომპანია საქართველოში, რომ არა ის ვინიც ის რამდენი ხნის მერე შემოვიდა საქართველოში ეს კომპანია და მოგეხსენებათ ჩვენთან ზოგადად, რა ვიცი, 10-5 წლის შემდეგ შემოდიან კომპანიები და ჩვენთან შემოვიდა 2-3 თვეში. ეს არის ქალბატონი ნანა ლომიძის დამსახურება და არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო მას, თუმცა ის ყოველთვის გვიშლის ხოლმე ამას, რომ ესე არ მინდა, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს და ეს იმასაც მოყვა, რომ ქალბატონი ნანა ახლა არის რეაბილიტაციას გადის, ცოტა ვერ არის კარგად ჯანმრთელობის მხრივ, ჯანმრთელობას უსურვებ, გვიყვარს ძალიან სულ ყველას
და ველოდებით მისგან უკვე ვენგლისმა და ნოუდერხაზანმა კომპანიის დამაარსებლებმა დადეს ახალი ვიდეოები, სადაც უკვე ზღვა სურპრიზებზეა საუბარი და ჩვენი ქალბატონი ნანა არის ენას ცოდნეთ, იცის რამოდენიმე ენა და ის ვითარგმნის ხოლმე და ჩვენ გვაქვს ამის ფუფუნება და არ შეიძლება ამის არ დაფასება და გაგვაცნობს რა სიახლეებზეა საუბარი. აუცილებლად ეს ვიცით, რომ უკვე იშვებს კოოპერატივი და აუცილებლად წამოვა უკვე ეს კლიენტურა და მე ძალიან მიხარია, რომ ვარ ერთგული ამ კომპანიის, იმიტომ რომ ვიხდი იმ საწევროს და არ უცდი იმას, რომ აი ჩამონასხმილად წამოვა, მერე გადავიხდი და მე არ კარგავ ადგილს. აი ამაზე ძალიან მინდა რომ კარგად დაფიქრდეთ და ამიტომ უსვავ ხაზს, რისთვის ვიხდი $10, რომ მე არ გახდეს კიდე რაღაცა კითხვები არ წამოვიდეს. აი ამისთვის არის საჭირო, რომ მე ვარ მოხარული, რომ ვიხდი $10, ვინაიდან ვარ 250,000 ადამიანში და როდესაც კლიენტურა წამოვა, რა თქმა უნდა, მე არ ველოდები იმ კლიენტურას მუშაობ, ვიწევ ადამიანებს, ვაცნობ ადამიანებს, თუ კი გვინდა ადამიანებისთვის კარგი, ამის ართქმა ნამდვილად იქნება დანაშაული. უბრალოდ ჩვენ უნდა ჩავხდეთ ზუსტად სად ვართ, რას ვაკეთებთ, რისთვის ვართ, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს კომპანია ლინგუდი, არ დავიტოვოთ არც ერთი კითხვა, კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც არის ინტერესი, ხო? არ მოგერიდოთ კითხვების, აუცილებლად შეაწუხეთ თქვენი მომწვევები, არც ერთი კითხვა არ დაიტოვოთ პასუხ გაუცემი და ჩვენც, რა თქმა უნდა, ზედა სპონსორები და ზედა ლიდერები მზად ვართ, რომ დაგეხმაროთ და ისე შეგაყვაროთ კომპანია ლინგუდი, როგორც გვიყვარს ჩვენ და როგორც უყვარს ქალბატონ ნანას, იმიტომ რომ კომპანია ლინგუდს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის ერთ-ერთი გზა საქართველოში სიდუხჭირის დაღწევის და მინდა რომ აი თქვენ გულებამდე მართლა ისე მოვიდეს ეს ყველაფერი და აი კარგად გაიგოთ სად ხართ, რომ ხართ მოვლენა კომპანიაში, რომ მსგავსი კომპანია 1-50-100 წელი მაინც არ იქნება. ამ თუჩი კომპანიამ წარადგინა ბიოდანამატები, თუმცა მას შეეძლო შემოსულიყო ჩვენთან სამოსით, ტექნიკით, ტურიზმით, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი არის ჩვენი დამაარსებლებისთვის, პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი ფინანსური დამოუკიდებლობა და არის პრიორიტეტი მისთვის ადამიანის ჯანმრთელობა და სწორედ ამიტომ ჩვენ წინაშე ეს კომპანია წარდგა ამ საოცარი ბიოდანამატებით და ყოველ თვე გვემატება ახალ-ახალი ბიოდანამატები, უკვე კოსმეტიკა შემოდის და როგორც აღვნიშნე, აქ იქნება ყველაფერი ტექნიკიდან დაწყებული, თუმცა ამას სულ ვამბობთ ხოლმე, რომ იქნება, მაგრამ იცით, პატარა რაღაცა რომ გავაკეთოთ, რომ პატარა მაღაზია, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რამდენი ძალისხმევა არის საჭირო. ჩვენთან, როდესაც ეს კომპანია შემოვიდა, ჩვენს კაბინეტში მაგალითად არ იყო დიაგნოსტიკა. ამას ხო რამხელა მომზადება სჭირდება, რომ ადამიანმა კითხვა-პასუხის რეჟიმში კონდეს მიმოწერა საოცარ პროფესორებთან, გუდკინებთან და მათგან მივიღოთ სრულიად უფასოდ ეს კონსულტაცია. ეს არ ქონდა, ასევე არ ქონდა კოოპერატივი, რომელიც ახლა ვახსენე, რომ უკვე არის ჩვენთან, ასევე არ ქონდა შიპინგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კლიენტურა ზუსტად ამიტომ წამოვიდა, რომ ხალხი გახდა ყოველთვიური გამომწერი. მოგეხსენებათ დღევანდელობაში რამდენად საჭიროა ბიოდანამატები და სხვათა შორის ძალიან მიხარია სოციალურ ქსელებში თუ ზოგადად უკვე ტელევიზიებში ძალიან არის გამახვილებული ყურადღება ბიოდანამატებზე, ვინაიდან ყველაფერი არის გამოფიტული საკვები, ვერ ვიღებთ ისეთი რაოდენობით ვიტამინებს, რომ ორგანიზმი გამოყვებოთ და სამწუხაროდ ჩნდება ძალიან ბევრი ცუდი დაავადებები, სიმსივნეც კი მაგალითად ჩნდება ამ ვიტამინების ნაკლებობით, რა თქმა უნდა, ჩნდება მე პარაზიტი, ჩნდება 1000 რაღაც ორგანიზმში და მე უკვე ორგანიზმი იწყებს უკობას და ჩნდება სხვადასხვა დაავადებები. სწორედ ამიტომ მართლა ძალიან მიხარია, რომ ხშირად უკვე არის დარეკლამებული, რომ არის აუცილებელი ბიოდანამატები, თუმცა ამასაც დავძე, რომ არის უკვე აფთიაქებში შემოსული მაგნიუმი, მაგალითად დ-ვიტამინი, მაგრამ არის ფალსიფიცირებული.
არ აქვს ისეთი შედეგი, როგორიც აქვს მაგალითად ქსელური კომპანიების პროდუქტიც რომ ავიღოთ. ბევრად უკეთესია და ჩვენი პროდუქტი ხომ საერთოდ იმდენად განსხვავება არის ფასებშიც და ხარისხშიც, აი აუცილებელი არის რომ დეტალურად ვიცოდეთ რას ვიღებთ, ხო? მე მაგალითად ეხლა მაგალითად გეტყვით ჩემსას რომ ჩემთვის აქვს 5 კვანძი, ახალგაზრდა 16 წლის გოგონა მყავს და ვიღებდით CBD-ს, ასევე სილაჯიტი გამოვუწერე და დეტოქსსაც ვაძლევ. ეს ჩვენი პროდუქტები არის მოგეხსენებათ და როდესაც მივედი ენდოკრინოლოგთან, წავიღე ეს ჩემი ბიოდანამატები, ვაჩვენე, ასევე ინსტრუქცია იქვე მქონდა, რა თქმა უნდა, გული არის ხემისაწვდომი და ამ ქალბატონმა რომ ნახა ეს ჩვენი ბიოდანამატები, მითხრა რომ აი რაღა უნდა გამოვწერო, ასეთ საოცრებებს აძლევ შვილს და ეხლა უკვე ველოდებით შედეგს ჯერ არ დაგვიმთავრებია კიდე სილაჯიტი, თუმცა რაც ქონდა ის უჰაერობა, ეს საერთოდ მოეხსნა, ხელების კანკანი, ფეხების ტივილი, მუხლებში საერთოდ აღარ აქვს მსგავსი რაღაცები და ჩვენი ენდოკრინოლოგი, რომელთანაც ჩვენ მივედით, გახდა ჩვენი პროდუქტის გამომწერი. იმდენად მოეწონა, რომ გადახედა, ხო მგეუბნებით ესე მითხრა, რომ მე სხვას ვერაფერს ვერ დაგინიშნავ, თუ კი ამას აძლევ, სხვა რაღა დაგინიშნო და მოკლედ შედეგი გვაქვს, რომ სიმპტომები რაც ჩამოვთვალე აღარა გვაქვს და ნახოთ რა იქნება, მერე უკვე რომ დავამთავრებ მთლიანად კურსს. ასევე წმენდაც რა თქმა უნდა ჩავიტარეთ, რაც ეს პროდუქტი რაც შედის და ამერიკიდან ჩამოვიდეს უფასო ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიხდით გზის ფულს, თუმცა პროდუქტის ფულს ვიხდით, ესეც გვაქვს მიღებული და მერე უკვე სილაჯიტი და რაც არის უკვე ჭირვისთვის საჭირო, ამაზე ვართ გადასულები და შედეგები გვაქვს. ბოდიში ცოტა ესე გადახვევებს გავაკეთებ ხოლმე, მაგრამ მინდა რომ რაღაცნაირად მე თვითონ რასაც ვფიქრობ ამ კომპანიაზე, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცნაირად ერთფეროვანი იყოს ჩვენი პრეზენტაციები და მინდა რომ მრავალ კუთხით დაგანახოთ ჩვენი კომპანია. ასევე რისთვის არის საჭირო ეხლა ამ წუთას კომპანიას აქვს ჩართული რეფერალური სისტემა, რაც გულისხმობს მოწვევებს და რისთვის არის საჭირო ეს რეფერალური სისტემა. რა თქმა უნდა, ეს არის საჭირო პლატფორმა შეიქმნას, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შევიდეს ერთ სივრცეში ჩვენს პლატფორმაზე და უკვე სხვადასხვა კომპანიებს გაუჩნდეთ სურვილი ჩვენთან შემოსვლის. როდესაც უკვე 2 მილიონი ადამიანი ვართ, სულ რაღაც 2 წელიწადში, რა თქმა უნდა, მატულობს მეტი ყურადღება ექცევა ჩვენს კომპანიას, უკვე ყურადღება მიიქცია მსოფლიოში, 220 ქვეყანაში იყო, როგორც ვიცით და თანდათან იმატება ქვეყნები და უკვე ძალიან დიდი კომპანიები მზად არიან, რომ შემოვიდნენ ჩვენ პლატფორმაზე და შემოიტანონ თავიანთი პროდუქტი, ვინაიდან აქ თავშიც აღნიშნე, რომ აუცილებელია მაღალი ხარისხი და არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო. ვინაიდან მსგავსი პროდუქტები, მაგალითად, ხშირად ამბობენ ხოლმე, აი ესეთი კომპანია Genesis იყო მსგავსი პროდუქტები, მაგრამ იმდენად ძვირი ღირდა, ყველა ვერ შეძლებდა იქიდან ამ პროდუქტის გამოწერას და გამოჯანმრთელებას. თუმცა ამდენი ვისაუბრეთ პროდუქტზე და ისიც არ შეიძლება არ თქვა, რომ ჩვენ არ გვევალება არანაირად არაფრის ყიდვა, არც გაყიდვა. ჩვენი პროდუქტი არის მეგობრებო თვით გაყიდვადი. იმიტომ რომ აქ აუარებელი შედეგები. მას არ ჭირდება დარეკლამება. მე ვარ უკვე ამ კომპანიის და ამ პროდუქტის რეკლამა, იმიტომ რომ ჩემში სიმპტომები აღარ აქვს. ჩემს მეუღლეს აღარ აქვს პრობლემები. ისეთი ოფლიანობა ქონდა, აი არის ძალიან ბევრი დიაგნოზები იყო, ტახიკარდია, ყველაფერი აულაგდა. და ამიტომ ჩვენს პროდუქტს რეკლამა არ ჭირდება. არც ხვეჭდა არ ჭირდება, რომ აი მოდით და იყიდეთ. არა, პირიქით, მე ვარ ჩემი კომპანიის რეკლამა და ჩვენი პროდუქტი, ამიტომ ვამბობ, არის თვით გაყიდვადი და მას არ ჭირდება დარეკლამება. ამიტომ თუ კი რამე პროდუქტს გამოიწერთ, აი იმდენად თავდაჯერებულია კომპანია და თქვათ რა ვიცი, ჯერ არ ყოფილა ასეთ შემთხვევა, რომ ვინმეს რაღაცა არ მოუხდა რაღაცა, შეგიძლიათ ეს აიღოთ და გააგზავნოთ უკან. და თანხას გიბრუნებენ უკან. იმდენად არიან დარწმუნებულები და ჩვენი პროდუქტის შესაძლებლობაში. აი ამდენად თავდაჯერებულები არიან და ამიტომ ჩვენს კომპანიას
არ ესაჭიროება ყიდვა-გაყიდვა პროდუქტს, არ ესაჭიროება ყიდვა-გაყიდვა, უბრალოდ ჩვენ ყიდით ინფორმაციას, იმიტომ რომ მაგალითად თუ შევედი მე მაღაზიაში და რაღაცა მომეწონა, ხო? თავისთავად რო გამოვალ, ვიტყვი რომ ეს იყო ძალიან კარგი, ხო? როგორ შეიძლება რომ არ თქვა და როდესაც მე ჯანმრთელობის პრობლემა მოვიგვარე, ჩემს შვილს მოუგვარდა, როგორ შეიძლება რომ ეს არ თქვა და არ გაუზია რომ ადამიანებს, როდესაც მე მიყვარს ადამიანები, ხო? აი ზუსტად ამას ვაკეთებთ. ხვდებით სად ვართ, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს კომპანია, ჯანმრთელობასთან ერთად გვთავაზობს ფინანსურ დამოუკიდებლობას, ხო? ამიტომ აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ ეს ყვევალება. გავცეთ ინფორმაცია, რაც შეიძლება მეტი. თუ თქვენ ჯერ ახლები ხართ და ვერ ჩაწვდით, რომ სად ხართ, აუცილებლად კონსულტაციები გაიარეთ თქვენს მომწვევებთან, ასევე გააკეთეთ დუბლიკაციები. მოიწვიეთ თქვენი დაინტერესებული ადამიანები და ჩართეთ თქვენი სპონსორები. ისაუბრეთ სამმა, თან ისწავლით, როგორ უნდა ესაუბროთ ადამიანს, როგორ ესაუბრება, ამისგან აიღებს მაგალითს თქვენი სპონსორისგან და ასევე ის მესამე ადამიანი თუ არის დამაჯერებელი ეს ყველაფერი, როდესაც თქვენმა სპონსორმა რა თქმა უნდა თქვენზე მეტი იცის და ის დაგეხმარებათ განვითარებაში და წისვლაში. აი ესეც აუცილებლად გამოიყენეთ მეგობრებო. კიდევ რა შემიძლია გითხრათ? მოკლედ აქ იქნება ყველაფერი, ტექნიკა, იური დახმარებაც კიდე. აქ იქნება რა თქმა უნდა მაღალი ხარისხი, უბრალოდ დიაგნოსტიკაზეც და აგერ პროდუქტის გამოწერაზეც არიან პროფესორები ჩართულები და თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, აი როგორი ხარისხის 20-25 სერტიფიკატი აქვს თითო პროდუქტს ჩვენსას. და ასევე იქნება ყველაფერი 60-დან დაწყებული ტექნიკით დასრულებული, ყველაფერი იქნება მაღალი ხარისხი და გვექნება 75%-იანი ფასდაკლება. და ამასთან ერთად უკვე გვექნება ხელფასები. ეხლა უკვე რა ხელფასებზე აქვს საუბარი, ამას გეტყვით. მაგალითად, დარეგისტრირდით და მოიყვანეთ 2 ადამიანი. თქვენ უკვე ხდებით ბრინჯაო. და რას გვაძლევს ახლა ეს ბრინჯაოს სტატუსი? და როგორ ხდება ეს რეგისტრაცია? გეძლევათ 2 ვარიანტის რეგისტრაცია, უკვე 3-ის. იმიტომ რომ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ $50, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ $140 და შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მხოლოდ $10. ეს იმისთვის რომ $10 როცა დარეგისტრირდებით, აქ ხართ მხოლოდ და მხოლოდ კლიენტი, მომხმარებელი, თუმცა ხელფასებზე ვერ გადიხართ. თუმცა ამაზეც მუშაობენ, რომ შესაძლებელია ხელფასზეც გახვიდეთ. აი ამაზეც არის მუშაობა. აი ამიტომ არის მეგობრებო რომ ვამბობ, რომ აი შემოდის კომპანიები, შემოდიან, იმიტომ რომ უყურეთ ერთ რაღაცა წინსვლას მეორე მოდის. მაგალითად ჩაიშვა ეხლა $10-იანების რეგისტრაცია, მაგრამ ეხლა როგორც მოგახსენეთ, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს $10-იანებსაც მიენიჭოთ ლინკები, ჯერჯერობით არ აქვს მინიჭებული და ამ ლინკებით მოიწვიონ და ისინიც გავიდნონ ხელფასზე. აი ეს ამაზეც არის უკვე მუშაობა და რა თქმა უნდა ეს არის გრანდიოზული მსოფლიო დონის კომპანია და ძალიან ბევრი სამუშაოები არის გატარებული და ამიტომ ნელ-ნელა, თუმცა ჯერ 2 წელია და აქამდე თუ კვირაში 10,000 ადამიანი რეგისტრირდება, უკვე 15 და 20,000 ადამიანს გადააჭარბა და რაც თავადია ისიც გამორჩა, რომ უკვე კომპანია ლიგუდი ერთი თვია გავიდა ტელევიზიით, არეკლამებენ ცნობილი ადამიანები ჩვენს კომპანიებს, ვინაიდან რა თქმა უნდა არის შედეგების საოცარი, ხელფასების მხრივაც და პროდუქტების მხრივაც და არეკლამებენ ამერიკაში ცნობილი მსახიობები, მომღერლები, არის ევროპის ქვეყნებში ამჯერად და ამერიკაში ტელევიზიებში, საკმაოდ ბევრ ტელევიზიაში არის გასული, მალე ჩვენამდე მოვა აუცილებლად და ამან ხელი შეუწყო კლიენტური ზრდას, რაც წეგან აღნიშნე. და ამიტომაც იხსნება კოოპერატივი, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი კლიენტური შეძენა, ეს კლიენტი მეხმარება სტატუსის აწევაში, მაგალითად, მე თუ ვარ ვერცხლის სტატუსში და მაკლია რომ ყავდეს სადღაც 10 ადამიანი რომ გავხდე ოქრო. მე მაგალითად მიღის რომ ვიყიდო ის $355 გადავიხადო და ვიყიდო ის 10 კლიენტი. ვინაიდან მე მასთან არ მიწევს იმის თქმა, რომ
რეკლამა, რომ ისინი ჩვეულებრივად მე ვყიდულობ, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ გაქვს. მათთან მუშაობს კომპანია და ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ უკვე ისინიც გახდნენ რეფერალები და გადაიხადონ ის $40 და მოიწვიონ ადამიანები. ამიტომ მე ის ადამიანი მაწყობს, ვინაიდან ის იქნება ჩვენი პროდუქტის ყოველთვიური გამომწერი და მე ის მაძლევს სტატუსს. ეხლა თუ ვერცხლის სტატუსში დროთა განმავლობაში გავალ $4000-ზე, რა თქმა უნდა, ოქროს სტატუსში როცა ვიქნები, უკვე გავალ $8000-ზე და იმ $350 გადახდა მე მიიღეს, რომ შევიძინო ის კლიენტურა. და ის კლიენტურა იქნება მუდმივი და მათი გაყიდვებიდან რაღაც პროცენტი დამერიცხება და ასევე იქნება იმ $10 გადამხდელი, იმიტომ მან ზუსტად იცის, სად არის მასთან უკვე იმუშავა კომპანია და დეტალურად არის გაცნობილი ყველაფერს და რაც შეეხება ბრინჯაოზე საუბრობდი, ბრინჯაოს სტატუსში როცა არის ადამიანი, აქ გვეძლება ლეველები, ანუ დონეები, გვეძლება 13 დონე და ეს დონეები როგორ არის განლაგებული, პირველ დონეშია 2 ადამიანი, მე მაგალითად ვყავს 12 პირადი, პირველ დონეში ხო ჩამიჯდა 2 ადამიანი. მერე ჩემს დაბლა არის 4 ადამიანი ჩაჯდა და უყურეთ მე რო 11 ადამიანი დავარეგისტრირე, მე მხოლოდ 2 ჩამიჯდა ჩემს დაბლა და დანარჩენი ჩამონასხმი ჩემი მოწვეული 9 ადამიანი ჩაუჯდა ჩემ მოწვეულებს დაბლა. აი აქ ხდება როგორ უყურეთ მე აქ კიდევ რა არის განსხვავება. აქ მუშაობს ჭკვიანი რობოტი, რომელიც ვავს ზემო და ქვემო და მარცხნიდან მარჯვნივ. და სწორედ ამ პრინციპით 2, 4, 8, 16, 32, 64 და ასე ნელ-ნელა სიღრმეში რაც ჩავდივართ ხალხის რაოდენობა თანდათან მატულობს და სწორედ აქედან ამოგვდის ჩვენ ხელფასები. მე ხო მოვიწვია ის 11 ადამიანი. ჩემთან პირადში ჩაჯდა 2 მარცხნიდან მარჯვნივ. მათთან გაკეთდა ჩამონასხმი, მაგრამ უყურეთ, ჩემთან არიან აქტიურები ის მოწვეულებიც, ვიც მუშაობენ ის 2 ადამიანი და ისინიც ხო იწვევენ და ანალოგიურად, ესე იგი ერთმანეთს ვეხმარებით ამ ლეველების შევსებაში. და აი სწორედ ამ ჯაჭვური პრინციპით გავდივართ საოცარ შედეგებზე და ქალბატონმა ეს არის 2-ის მოწვევით, როდესაც ხდებით ბრინჯაო, უკვე 13 ლეველი გეხსნებათ და აქ გაქვთ პირველადი შემოსავალი რა არის, ამასაც ესეც აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი. მე მაგალითად, როდესაც დავრეგისტრირდი, იმ კვირაშივე მოვიწვიე 4 ადამიანი და დავრეგისტრირდი $50. და იმ 4 ადამიანიდან, უყურეთ, როგორც კი ადამიანი დარეგისტრირდა, გადაიხადა $50, თვითონ მოწვეული ადამიანიდან გვერიცხება $25 იმ კვირის ხუთშაბათსვე. და მე გამოდის, რომ ბიზნესი დავიწყე $0 რა. ესე იგი არაფერი გადამიხდია, იმიტომ რომ მე უკვე ის $100 იმ ერთ კვირაში ვიავიდე. და ეს არის პირველადი შემოსავალი. იმათმაც რომ მოიწვიეს, მე უკვე იმათგანაც ამომივიდა. იმათგანაც დამერიცხა უკვე $5 ხელფასი, ეს კი 5% იმათგან, 10% იმათგან მერიცხება. ესე იგი ჩვენი მოწვეულიდან პირველიდან გვერიცხება 50%, ასევე გვერიცხება მაჩიკ ბონუსებით. რამდენიც არ უნდა მოვიწვიოთ, შეგვიძლია 20, მაგალითად 20-ს თუ მოვიწვევთ, პირაც ხდებით ოქრო, 100 თუ მოვიწვევთ, პირაც ხდებით პლატინა და აღარ გჭირდება რომ დაბლა ვაქციოთ ყურადღება მის სად გადის და რა სტატუსებზე. თავარია ვიმუშაოთ საკუთარ თავებზე, მეგობრებო, და მოვიწვიოთ ადამიანები, ჩავისვათ პირადებში და აი ამ პრინციპითაც შეგვიძლია ძალიან მალე სტატუსებზე გასვლა. თუმცა როგორც ახლა ნაუღნიშნე, ეს ხალხი ჩემს დაბლა ერთმანეთს ავსებენ, ჩემი მოწვეულებიც ხომ არიან აქტიურები, ისინიც იწვევენ ხალხს და ასე ერთმანეთის დახმარებით ვავსებთ დონეებს და ლეველებს და გავდივართ საოცარ შედეგებზე და საოცარ ხელფასებზე. მე მაგალითად ნამდვილად ვარ კმაყოფილი ჩემი შემოსავალით. დღითი დღე იზრდება, ყოველთვიურად იზრდება ეს შემოსავალი, იმიტომ რომ იზრდება გუნდი, საქართველოს გუნდი არის 5000-ზე მეტი ადამიანი, რეგისტრირებული ჩვენს ხაზში და ვართ ძალიან ბედნიერები, რა თქმა უნდა, და არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი, თითოეული ლიდერს დავეხმაროთ, გამოვკვეთოთ ადამიანები, დავეხმაროთ განვითარებაში, გვაქვს საოცარი ინსტრუქციების ჩათი, გვაქვს საოცარი სწავლებები
და რა ვიცი, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ადამიანები წავწიოთ წინ და არ იგრძნოთ მარტო თავი და ერთად ჯაჭვური პრინციპით გავიდეთ საოცარ შედეგებზე. და როგორ გავხდეთ ახლა ვერცხლი. უკვე ვერცხლისთვის საჭიროა, მეგობრებო, ყავდეთ 10 პირადი, მაგალითად მოწვეული და გუნდში უნდა ყავდეთ 20 ადამიანი. იმათმაც რომ მოიწვიოს და აი ამ პრინციპით რომ ყავდეთ უკვე გუნდში 20 ადამიანი და ან უნდა ყავდეთ 3 ბრინჯაო სხვადასხვა ხაზში და უკვე მივედით 3+3-ის პრინციპთან, რომელიც გამოითვალა ქალბატონმა ნანა ლომიძემ და რომელიც დევს ჩვენთან აქ. ასე იგი, სულ გამოანგარიშებული აქ ეტავროთ 2 თვეში გავდივართ საოცარ შედეგებზე. თუ მოვიწვევ მე 3 ადამიანს და ჩემი 3 ადამიანიც იმ კვირაშივე მოიწვევს 3 ადამიანს და ის 3-იც მოიწვევს 3 ადამიანს, ჩვენ 2 თვეში გავდივართ საოცარ ხელფასებზე. და ამ პრინციპით გერმანიაში უკვე გასულები არიან ქალბატონი ნანა ლომიძის ხაზში უკვე მაღალ ხელფასებზე, მაღალ სტატუსებზე და აი ეს ძალიან კარგი პრინციპია. მხოლოდ 3 აქტიური ადამიანი და ვიმუშაოთ მე იმ 3 აქტიურმა ადამიანმა, რომ კიდე 3 მოიწვიოს. და აი ამ პრინციპით თუ არ ჩავარდება კვირეები, ჩვენ 2 თვეში გავდივართ საოცარ შედეგებზე. გვაქვს ყოველკვირეული შემოსავლები საოცარი და ასევე ყოველთვიური შემოსავლები კიდევ სხვა არის, რომელსაც გლობალური შემოსავალი ქვია. და ვერცხლის სტატუსში უკვე არის საჭირო 3 ბრინჯაო სხვადასხვა ხაზში და გუნდში უნდა ყავდეს 20 ადამიანი. და აქაც მე დროთა განმავლობაში გავდივართ $4000 ხელფასზე, ბრინჯაოს სტატუსშიც და ვერცხლის სტატუსშიც, მაგრამ აქ განსხვავება ის არის, რომ აქ კვირეული გვერიცხება 4 დონიდან, როდესაც ვერცხლი არის. ვერცხლის სტატუსში როდესაც ვარ და თუ ჩემმა მოწვეულმა და მოწვეულმა მოიყვანა ადამიანები, მე მერიცხება მაგდან შემოსავალი ყოველკვირეული. აი, ამას გვაძლევს, ამ სიღრმეებს გვაძლევს ვერცხლის სტატუსში და ბრინჯაოს სტატუსში მხოლოდ მოწვეულიდან და ჩემი მოწვეულიდან მერიცხება. 2 ხაზი მეხსნება. თუმცა თლიანი გლობალური შემოსავალი ყოველთვიური თლიანად ამომდის ყველას, ვინც ყავს 500 ადამიანი გუნდში, მისგან მერიცხება. და როგორ გახდეთ უკვე ოქრო. ოქროს სტატუსში რომ გადავიდეთ, ამისთვის არის საჭირო გუნდში მყავდეს სხვადასხვა ხაზში 3 ვერცხლი. თუმცა ისიც უნდა დავძინოთ, რომ იყო ასეთი შემთხვევაც 2 ვერცხლი ყავთ სხვადასხვა ხაზში ჩვენ გუნდში ადამიანებს და მესამე ფეხში უყურეთ რა მოხდა. მე მაგალითად ვამბობ, 11 მყავს მოწვეული და 2 არის აქტიური ხაზი მყავს და ამ 11-მა რომ კიდე მოიწვიოს ადამიანები და ამ 11-ისგან 30 ადამიანი შესრულდეს, მე უკვე ვერცხლის სტატუსი მენიჭება. აი ესეც დაუშვა ჩვენმა საოცარმა კომპანიამ და იმას ვერ ვიტყვით, რომ მაინდამაინც საჭიროა 3 ვერცხლი. არა. თუ ამ 11-დან მე კიდე შესრულდა ამ 2-ის გარდა 9 ადამიანი და კიდე შესრულდა 30 ადამიანი მოწვეული, ჩვენ ხდებით უკვე ოქროს სტატუსში და რას გვაძლევს ოქროს სტატუსი? ოქროს სტატუსი გვაძლევს 6 სიღრმე გვეხსნება. და აქედან ყოველკვირეული შემოსავალი გვერიცხება და მე ხშირად აღვნიშნავ ხოლმე მაგალითად უკვე წელიწადზე მეტია მე უკვე ყოველკვირეული ხელფასიც მერიცხება. ვინაიდან ჩემს გუნდში პირველ, მეორე, მესამე ხაზში არიან აქტიური ადამიანები და აკეთებენ რეგისტრაციას და ამიტომ მე ამომდის ყოველკვირეული ხელფასი და ამის გარდა, რა თქმა უნდა, თვის ხელფასი, ეს გლობალური ბონუსი კიდე სხვა შემოსავალია. და ოქროსთვის ასევე აუცილებელია, რომ გუნდში აუცილებლად უნდა ყავდეთ 100 ადამიანი. და გახდებით უკვე ოქროს სტატუსში გადიხართ და თქვენი ხელფასი უკვე არის $8000 დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა. ეტაპობრივად ჯერ გადიხართ $30-ზე, $50-ზე, რა იზრდება გუნდი, იზრდება თქვენი ხელფასიც. $100 ჩვენთან არიან გასულები მაგალითად $200-ზე, $300, $500, $700, $5000 უკვეერიცხებათ ხელფასები. და უკვე პლატინის სტატუსში რომ გადავიდეთ, უკვე გვჭირდება ამისთვის 500 ადამიანი გუნდში და უნდა ყავდეს სხვადასხვა ხაზში უკვე 3 ოქრო. როგორც ვერცხლზე ახსენი, თქვა 2 ოქროც რომ იყოს და დანარჩენი 100 გროვდებოდეს. უკვე აქ გვეხსნება 8 დონე
თუმცა ხელფასი არის, უყურეთ, აქ დონეები, როგორც ახლა ნახსენი 2, 4, 8, ასე 2-ის პრინციპით, რაც უფრო უყურეთ მერვე დონეში წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი იქნება და მათ გარომ დაგერიცხება, თუ გინდა 1% დაგერიცხოთ. იცით რამდენია ყოველკვირეული, ძალიან მაღალი ხელფასები არის. და უკვე $8,000 აქაც და უკვე ბოლო არის ბრილიანტის სტატუსი, რომელშიც უკვე გვეხსნება მე-15 დონე, 15 დონე იხსნება, ანუ 15 ლეველი და ჩვენ უკვე დავდივართ $16,000 ხელფასზე, სადაც უკვე საჭიროა 3 პლატინა და ადამიანების რაოდენობაც, რა თქმა უნდა. და მერე უკვე არის გვირგვინოსანი ბრილიანტი, გვირგვინოსა ბრილიანტს უკვე ხელფასი 2,9 თუ რაღაც ესეთი პროცენტი, თუ 2% კომპანიის შემოსავლის მთლიანადერიცხება. როდესაც უკვე გვირგვინოსანი ბრილიანტი ხდებია, თუმცა უკვე არიან გვირგვინოსანი ბრილიანტების კომპანიაში ლიგუჩი და ეს ხდება სულ რაღაც 2 წელიწადში. ყავს ბრილიანტები ძალიან ბევრი, ჯერ საქართველოში არ ყავს, მაგრამ ფიქრობ, მალე გვეყოლება, ვინაიდან ოქროს სტატუსებში უკვე ყავს ბევრი ჩვენი გუნდიდან და გვეყოლება ბევრი პლატინაც, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერი წინ არის, ჯერ ჩვენ ვართ დასაწყისში და კომპანია ლიგურთან ერთად ვიზრდებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის განვითარებას ვადევნებ თვალყურს და ვიზრდებით კომპანიასთან ერთად. ის სიახლეები ჩვენთან ერთად ინერგება, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის, ამ საოცარი კომპანიის ასეთი განვითარების მონაწილეები ხდებით ჩვენ საქართველოს გუნდი და მართლა მოსალოცად გვაქვს მეგობრებო საქმე, რადგან კომპანია ლიგუდი უკვე ამბობს თავის საქმეს, მაგრამ ძალიან მალე მთელ მსოფლიოს, მთელ საქართველოს ეცოდინება კომპანია ლიგუდი და მე ვფიქრობ, პრეზენტაციებიც აღარ იქნება საჭირო ასე გაცნობა, იმიტომ რომ ტელევიზიაშიც მალე დაინახავენ კომპანია ლიგუდს საქართველოშიც და აუარებელი ხალხი გვეყოლება და ჩვენ უკვე მე მაგალითად ადრე როგორ გითხრათ, როდესაც რეკლამას ვაკეთებდი, ვიძახდი, აი გიწევთ, მობძანით, არა. მე ახლა უბრალოდ ვიძახი, რომ ვარ კომპანია ლიგუჩი და ვარ მართლა ძალიან ბედნიერი, მეგობრებო, და მინდა იყოთ თითოეული თქვენგანი ბედნიერები და შეისისხორცოთ, სად ხართ, რომელ კომპანიაში ხართ და ეს ბედნიერება უნდა იყოს თვალშისაცემი, შენი ცხოვრება რომ იცვლება, რომ იცვლები კომპანიასთან ერთად, აი ეს ყველასთვის არის მართლა თვალშემოსახვედრია და უკვე ის ხალხი თვითონ მეკითხებიან, აი ნინო, რამ გაგხადა ასეთი, აი ნინო, ეხლა რას ვიღებ, აი შენი შვილი რომ კარგად არის, როგორ, რანაირად, რა მიაღებინე, ხო და აი ხო ხდებით, ჩვენს კომპანიას მართლა უკვე კომპანია როგორც პროდუქტს საჭირდება დარეკლამება ჩვენ პროდუქტს და სიტყვას თვითონ ამბობს ეს ჩვენი პროდუქტი, მერწმუნეთ ძალიან მალე კომპანია ლიგუც მე ვიცი რომ საქართველოშიც მალე დავინახავ ტელევიზიებში და ჩვენ აღარ დაგვჭირდება ამ კომპანიის დარეკლამება, უბრალოდ ვიქნებით კომპანია ლიგუდის სახეები და მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანას ამ ბედნიერებისთვის, ამ ჩემი ცვლილებისთვის და ამ უამრავი შესაძლებლობისთვის, მეგობრებო, ეს რომ ადამიანმა ვერ დაინახოს, არ გევალებათ ყიდვა, გაყიდვა, არ გევალებათ დარეკლამება, უბრალოდ იყავით ბედნიერები და გადაეცით ეს ბედნიერება ადამიანებს, ხო? და იყავით ჯანმრთელები, რაც თავარია. და ეს ჯანმრთელი რომ ვარ, კარგად რომ ვარ და რომ ვიცი რომ ვიღაცას რაღაცა ჭირს, ხო, რა თქმა უნდა, გაუზიარებ, თუ აი ასეა და შენ თუ გინდა და თუ გაქვს სურვილი, ეხლა პირიქით მეუბნებიან, აი ნინო, რას იღებ? აი ნინო, მოდი ეს გამომიწერე, აი თვითონ უჩნდებათ სურვილი, მეგობრებო. აი ასე ვიყოთ ბედნიერები კომპანია ლიგურთან ერთად, გავცეთ ეს ბედნიერება, ვასხივოთ ეს სიყვარული, რასაც კომპანია ლიგური გთავაზობს და რასაც გვასწავლის, რაც თავარია ჩვენი საყვარელი ქალბატონი ნანა ლომიძე, რომელიც ნამდვილად არის დიდი სიყვარულის ღირსი ჩვენგან, რადგან თვითონ არის დიდი სიყვარული. ძალიან მინდა რომ მოვეფერო და ჩავეყოთ იმენა თბილი და საყვარელი ადამიანი გყავს და ამას უნდა გაუფრთხილდეთ და მართლა ხელის გუზე ვატაროთ ვინაიდან თქვენი აქ შემოსვლის დღიდან იცოდეთ რომ ხართ საოცარი გუნდის წევრი და საოცარი ლიდერი გყავს, მეგობრებო, ესეთი ლიდერი არის სათლით საძებარი და ნამდვილად მინდა რომ გაუფრთხილდეთ და დიდი სიყვარული გაუგზავნო აქედან.
ეხლა რაც შეეხება პროდუქტებს, აუცილებლად მინდა შევეხო, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების სტილი. დავიწყე სპორტდარბაზში სიარული და გადავდე ჩემს სამეზობლოს. და ასე რომ აქტიურად ჩავთე ჩემი ახალგაზრდები. მომცა ენერგია საოცარი მეგობრებო, ეს არის პროტეინი, სუფთა ცილა, რომელსაც ვიღებ ხოლმე ვარჯიშზე სანამ გავა 1-2 საათი თავი და არის საოცარი, იმხელა ენერგია მაქვს, რომ აი არ ვიცი. ასევე ესეც არაჩვეულებრივი და სხვათა შორის, როდესაც ვიღებ თითქოს მაშინ ვერ ვძნობდი, მაშინაც თავისთავად არ იქნებოდა შედეგი, ხო? ეს არის ელექტროლიტები. მე მქონდა პრობლემა, წყალს ვერ ვიღებდი, აი უბრალოდ არ მინდებოდა ეს წყალი და აი როგორი რაღაცა გძნობ ორგანიზმმა როგორ გამოიღვიძა მეგობრებო, უკვე ერთი თვეა რაც დავამთავრე უკვე ეს პროდუქტი და აი ახლა გძნობ შედეგს. როგორ გითხრათ, აი სიცოცხლე დამიბრუნა, აი ასე შემიძლია თქვა. საოცარი პროდუქტი არის ელექტროლიტები ფხვნილის სახით, რომელიც უნდა გახსნათ წყალში და მიერთვათ. მე ყოველ დილას ვიღებდი ამას უსმოზე და საოცარი შედეგი დავიდო. ასევე არის სუპერმწვანე კუჭნაწლავის მოწესრიგებელი, რომელიც არის ასევე ფხვნილის სახით და არის საოცარი შემადგენლობით. თითოეული პროდუქტი არის მეგობრებო განხილული ჩვენთან, ჩვენს მაღაზიაში რომ შეხვდეთ, ნახავთ იქ თითოეულ პროდუქტს, რა შემადგენლობა აქვს, როგორ უნდა მიიღოთ მიღების წესი, არანაირი უკუ რეაქცია და არის საოცარი შედეგები ჩვენი სუპერმწვანე, მოახდინა საოცარი შედეგები დიაბეტზე, რა თქმა უნდა სხვა პროდუქტებთან ერთად, მაგალითად ფაქტორუთთან ერთად და როგორც ვიცი, CBD. აი ამ პროდუქტმა მოახდინა სასწაული დიაბეტზე, ასამა პროდუქტმა, თუმცა სულ მომთხოვნა ხშირად რომ ის 6 პროდუქტი, მწვანე, ეს წითელი, რომელიც არის ასევე სისხლძარღვების გამწმენდი, გულის პრობლემები, წნევის პრობლემები, თუ ვინმე საქარეგულირებს წნევას, მე მაგალითად დღემდე ვერ ვიღებ მთლიან კოვს, თავისი კოვზი აქვს ამას, ვერ ვიღებ ბოლომდე. ნახევარი ჩემთვის საკმარისია. თვითონ ორგანიზმი გიკანახებთ, ცოტა გულს მიჩქარებდა და დღემდე ვიღებ ნახევარ კოვს და არის საოცარი. სისხლგამწმენდი არის და წნევისთვის, გულსისხლძარღვთა სისტემისთვის არის საოცარი მეგობრებო. ასევე არის მაგნიუმი. ესეც საოცარი შემადგენლობით არის ჩვენი მაგნიუმი და მე მქონდა კიდე ასეთი შედეგი მაგნიუმზე. ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი, ჯერ არ იყო პარტნიორი, რომელიც იღებდა თავიდან მაგნიუმს თვეები და წლები და არანაირი შედეგი არ ჰქონდა აფთიაქის იმას იღებდა მაგნიუმს და არ ჰქონდა. როგორც კი დალია ჩვენი ერთი კოლოფი მაგნიუმის საოცარი შედეგი დაგო მეგობრებო. ხელების კრუნჩხვა საერთოდ მოეხსნა, უძილობა და სახსრების ტკივილი ჰქონდა კიდევ და საერთოდ ერთმა კოლოფმა აულაგა. და ისეთი კმაყოფილია რომ ასევე გვაქვს დედაკა ვიტამინი მეგობრებო. დედაკა ვიტამინი ესეც არის რა თქმა უნდა აფთიაქებში, მაგრამ რა თქმა უნდა მე არა იმიტომ რომ კომპანიადი გულში ვარ, არა მეგობრებო, შედეგი აქვს საოცარი ჩვენს დედაკა ვიტამინის და ესეც არის აუცილებელი თითოეული ჩვენთაგანისთვის. ასევე გვაქვს დეტოქსი მეგობრებო, რომელსაც მე ვიღებ და აი როგორ გითხრათ, თავიდან, როდესაც მივიღე, ჩემს გოგოებსაც ვეუბნები, ენის ქვეშ ვიწვეთებ ახლა ამჟამად, მაგრამ თავიდან წყალში ვხსნიდი 2-3 წუთს და ესე ვიღებდი. და იცი როგორ რაღაცა იყო, ის თლიანად გამაჟრიალა ტანში, ესეთი რაღაცა მოახდინა, აი რეაქციები მქონდა ხოლმე, აი არის საოცარი და ეხლა თითქოს მივეჩვიე. აი ესეც არის საოცარი გამწმენდი, არის ზღვის ხავსზე დამზადებული საოცარი არის ჩვენი დეტოქსიც. ასე რომ გვაქვს ასევე ქალის და მამაკაცის მულტივიტამინი, გვაქვს ბავშვების მულტივიტამინი, სადაც უკვე რეკომენდაციას უწევენ ჩვენი პედიატრები და ნიშნავენ
ასევე სილაჯიტი, რომელიც გითხარით ახლა ამ თუთას აქ არ მომიტანია და რა ვიცი, აღარ მომიტანია, რომელმაც გაუწია რეკომენდაცია ჩვენმა ენდოკრინოლოგმა და თვითონაც გამოწერი გახდა ჩვენი სილაჯიტის და ასევე სილაჯიტთან ერთად CBD ძალიან კარგი არის შეხოზე, CBD ზოგადად სიმსივნე უჯრედებსაც კი აჩერებს და ამარცხებს და მოკლედ რა საოცარ კომპანიაში ვართ. საოცარი შესაძლებლობები გვაქვს ჯანმრთელობა და გვაქვს ფინანსური კეთილდღეობა და გვაქვს უზრუნელი მომავალი და საოცარი შესაძლებლობები გვეხსნება ჯერ კიდევ წინ, იმიტომ რომ ყოველთვე რაღაცა პროდუქტი გვემატება, კოსმეტიკის ხაზით დაგვემატა საოცარი პროდუქტები, ასევე კაბინეტებში ინერგება სხვადასხვა ცვლილებები ხდება ჩვენთვის, ჩვენ სასიკეთოდ და რა თქმა უნდა, კომპანიების როდესაც შემოვლენ უკვე გარეკლამდა ტელევიზიითაც, უკვე კლიენტურაც გაორმაგდა რეგისტრაცია უკვე კომპანიაში, როგორც აღნიშნე, თუ რეგისტრირდებოდა 10,000, ახლა უკვე 20,000 ადამიანი რეგისტრირდება, უკვე კოოპერატივიც მალე ჩაერთობა, ველოდებით წუთი-წუთზე და დღე-დღეზე და აი ასე ვითარდება ჩვენი საოცარი კომპანია და ჩვენ ქართველები ვართ სათავეში და მართლა გილოცავ თვითონ თქვენგანს, ვინც ხართ აქ და ზუსტად ვიცით რა გველოდება წინ. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო კარგებო, ვეცადე გადმომეცა ის შეგრძნებები, რასაც ვფიქრობ, რასაც განვიცდი კომპანიის შესახებ და რა შესაძლებლობებსაც თავაგზობს კომპანია ლივგუდი. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის. კითხვების საშუალება თუ არის, რა ვიცი, თუ გაქვთ რამე კითხვა ვუპასუხებ. თუ არა და დაგეშვიდობებით ორშაბათამდე, ორშაბათს 22 საათზე, ისევ გელოდებით ჩვენ სივრცეში, სადაც დაგვდებათ დიდი სიყვარული და საოცარი შესაძლებლობები. ხალბატონო ციცი, თუ არის შეკითხვები? გისმენთ. თუ არის შეკითხვები ხალბატონო ციცი, თუ არა და დავასრულოთ. არ ჩანს ბათვარიელები და არ ჩანს. კარგით, მაშინ უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო, მშვენივრად გადმოეცით, მთელი გულით და სულით, რაც მთავარია. არის შეკითხვა ქალბატონო ციცი არის ერთი. აბა ნანა სიმონიანი უთხოვს შეკითხვას. არ ჩანს ხელები და რეჯან არავის არ აქვს აწეული. კი, ნანა სიმონიანი არის. გისმენთ ქალბატონო ნანა, ჩართულია მიკროფონი ჩემგან და ჩართეთ ახლა თქვენ. მოგესალმებით ყველას. უღრმესი მადლობა ასეთი ვრცელი სემინარისთვის, ყველაფერი აღწერეთ ძალიან კარგად, გასაგებად, მადლობას მოგახსენებთ. მე ერთი კითხვით ვარ მოსული. მაინტერესებს აი ჰაიმორიტისთვის რომელი პროდუქტი შეიძლება რომ მიიღოს ადამიანმა? გოგო, ქალბატონო ნანი, ციცი თუ ხონია, აბა რამე შედეგი ჰაიმორიტზე კონკრეტულად? ჰაიმორიტისთვის და ასევე ასთმაზე რომელი პროდუქტები შეიძლება მიიღოს ადამიანმა
აი ეს ძალიან მაინტერესებს. კი, ასთმაზე ჩვეულებრივად ჩვენი ჰქონდა ერთ პარტნიორს ჰქონდა ასეთი ქობულეთში და ჩვეულებრივად რაცაც ვამოვთხოვე, ის 6 პროდუქტი არის აუცილებელი, ჩვეულებრივად დავიწყეთ იმ 6 პროდუქტით. სუპერ მწვანე, სუპერ წითელი, ფაქტორ 4, ვიტამინი, ქალია თუ მამაკაცი ენის მიხედვით და დედა K ვიტამინი ასევე. და მაგნეზიუმი. აი ეს მაგნიუმი. უბრალოდ ეს 6 პროდუქტი დავიწყეთ და აი ჰაიმორიძე თუ რამე შედეგი გვაქვს, ეს შეგვიძლია თუ ვინმეს აქვს ჩაგვერთოთ მეგობრებო. ეს 6 პროდუქტი მიღებული აქვს ახლა მე კითხვას რო ვსვამ ასთმის გულისთვის, მას მიღებული აქვს ერთი მიღება მთლიანი კომპლექტი მიიღო. დიახ და კიდე დამატებით მაინტერესებდა თუ შეიძლება კიდე დამატებით რამე სხვა პროდუქტი რომ მიიღოს. რას გულისხმობთ? ასთმაზე გულისხმობ. ჩვენ პროდუქტზე გულისხმობთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ბიოდანამატებზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა. კი, ეს 6 პროდუქტი აუცილებლად უნდა დავიწყოთ. კი, მიღებული აქვს. კი, რა თქმა უნდა. კი, მაგრამ მე მინდა დამატებით კიდე, აი რა შეიძლება რომ მიიღოს მეთქი. კი ბატონო. ასთმაზე თუ გვაქვს აბა გოგოებო კიდე გამოცდილება, რომ უთხრათ ქალბატონს. მე მხოლოდ ეს გქონდა რომ ეს 6 პროდუქტი მიიღო და არის ძალიან კმაყოფილი. ლია თედორაძე, აბა თუ შეგიძლია რამე რეკომენდაცია ან ქალბატონო, ასევე შეგიძლია დიაგნოსტიკა თუ გაგიულიათ. ეს ახამას საერთოდ ქალბატონო ნანა ხო? ნანა, დიახ. ქალბატონო ნანა, საერთოდ ჩვენ არანაირ რეკომენდაციებს არ გავცემთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კაბინეტში კლინიკა, ჩვენ შეგვიძლია თავად ლიზას და რაიან გუტკინებს მივწეროთ დოქტორანტებს, იმიტომ რომ თვითონ ისინი არიან მეცნიერებათა დოქტორანტები და იმათზე უკეთესად ვერავინ ვერ მოგცემთ რჩევას დამეთანხმებით და როდესაც ასეთი რაღაც პრობლემა არის, თავისუფლად შეგიძლიათ მიწეროთ, გნებავთ ქალბატონ ლიზას, გნებავთ ბატონ რაიანს და აუცილებლად იმათგან მოგივათ პასუხი. იმიტომ რომ ჩვენ რეკომენდაციებს პროდუქტთან დაკავშირებით არ გავცემთ. ასევე შეგიძლიათ დიაგნოზები ჩაუგდოთ, თვითონ გადაიღოთ და ეს ფაილები გაუგზავნოთ. ესეც კი არის შესაძლებელი. უღრმესი მადლობა. ვფიქრობდი იქნებ ვინმეს ჰქონდა გამოცდილება და აი პასუხის მოცემა შეეძლო, ამიტომ დავსვი კიდე უფრო მეტად ეს შეკითხვა, მაგრამ უღრმესი მადლობა. იცით ქალბატონო ნანა, ორგანიზმი ყველა ინდივიდია და ამიტომ არ შეიძლება ვერ გავცემთ ამიტომ რეკომენდაციებს. ახლა ვინც დავუშვათ მე რაც შედეგები მომცა, იმაზე ვისაუბრებთ ამამად. ჩვენ პარტნიორები ვსაუბრობთ, ჩვენ თვითონ რა შედეგები მოგცა პროდუქტმა, მაგრამ ყველა ინდივიდია და აი ამიტომ სწორედ ამიტომ რეკომენდაციებს ვერ გავცემთ. გასაგებია. დიდი მადლობა. მაგრამ ბედნიერება არის, გვაქვს ჩვენ წვდომა თავად მეცნიერებათა დოქტორანტებთან და მიწერეთ სუპორტს და რა თქმა უნდა, კი. პასუხს. მადლობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. გაიხარეთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას. მადლობა. კარგით, დავასრულოთ ქალბატონო ნინო და შემდეგ ორშაბათს შევხვდებით კვლავ. დაგემშვიდობებით მეგობრებო, უღრმესი მადლობა დროის დათმობისთვის და არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან, ნამდვილად აქ გვაქვს ჯანმრთელობა და ფინანსური კეთილდღეობა და წინ კიდე უამრავი სურპრიზები გველოდება. მომავალ შეხვედრამდე გელოდებით ორშაბათს 22 საათზე ისევ ჩვენ სივრცეში. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას ძვირფასებო.